წლებში სახელმწიფო დააფინანსებს 70%-ს ენერგიის ღირებულებისას და ასევე საწვავის სისტემის 50%-ს საწვავის სისტემის მოწყობა არის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ჩვენთან პროექტში მონაწილეობის მისაღებად. რაც შეეხება სანაპირო მეურნეობას, ნაგების 50%-ს დავაფინანსებთ სანაპირო მეურნეობის შემთხვევაში. 15 ივლისიდან ვფიქრობ, რომ განვაახლოთ ჩვენ განცხადების მიღებას უკვე საშემოდგომოდ გაშენებაზე ბაღების ასევე სანაპირო მეურნეობის და ვფიქრობ, რომ აქტიურად შეეხება სამეურნეო უმეტეს კულტურა, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურა, რომელსაც ძალიან საექსპორტო პოტენციალი. ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მეტად მიექცევა ამ კულტურას ყურადღება სამინისტრო სპეციალური კომისიებსაც გეგმავს ამ მიმართულებით შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი აქტიური მონაწილე გახდება სამეურნეო ზემოდარობის რეგიონი ჩვენს პროექტში. მოცემულია სლაიდზე საქართველოს რეგიონები გასაშენებელი კულტურების ჩამონათვალ. რომელი რეგიონის გააჩნიათ რა კულტურა ჩამონათვალში, იმის გაშენების უფლება ექნება ბენეფიციარს. მაგალითად სამეგრელო ზევოსვამითი, თლიანი მყინვარი, ლურჯი მოცვი, ხურმაკივი, ბეიხო და თხილი. დაფინანსება ენერგიის ღირებულების 70%, სასწავლი წვეთოვანი სასწავლის სისტემის 50%. ეფექტური დაფინანსება სასწავლის სისტემის მოწყობა ამოწეს 2500 ლარისა. 1 ჰექტარზე ბენეფიციარზე გაიცემა მაქსიმუმ 10000 ლარი, მაქსიმალური ჰექტარების ოდენობა არის 20 ჰექტარი და ბენეფიციარზე 100000 ლარი მაქსიმალური ოდენობა. მოცემულია მაქსიმალური ფასები ენერგიის ღირებულების. მაგალითად, თხილის შემთხვევაში მაქსიმუმ დაფინანსდება ერთ მერგზე 84 თეთრი. მინიმუმ 5 ჰექტარი უნდა იყოს მიწის ფართობი, მაქსიმუმ 20 ჰექტარი. გარდა გამონაკლისი რეგიონებისა, არის გამონაკლისი რეგიონები, სადაც 1 ჰექტარი ხდება დაფინანსება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით ამავე სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს წარმატებით ახორციელებს პროექტს „დანერგე მომავალი“, რომელიც დაიწყო მიმდინარე წლის თებერვლის თვეში. ეს ამ პროექტის მიზანი არის სოფლის სამეურნეო დანიშნულების მიწების მიზნობრივი გამოყენების ხელშეწყობა მაქსიმალური და ამ მიზნით ეს პროექტი მეორე ეტაპი იწყება 15 ივლისს. პირველი ეტაპის ფარგლებში 14 ბენეფიციარს დაუმტკიცდა განაცხადი და შეადგინა 575 ლარი თანადაფინანსება. ამ პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სანერგო მეურნეობის და მრავალწლოვანი ბაღების მოწყობა და განაშენიანება და ჩვენ გვინდა რომ ამ პროექტმა იმუშაოს წარმატებით სამეგრელო ზონის რეგიონში და ეს შეხვედრა იმსახურებოდა ამას კონკრეტულად დავაცანით მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს შეხვედრის არსი, შინაარსი ამ პროექტის შესახებ იყო საუბარი და მე ვიტყვი რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროექტი ჩვენი რეგიონისთვის.